საღამოს მშვიდობის უყურებთ კურიერს 6 საათზე თამთა გაზაშვილთან ერთად. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის კითხვებს გიორგი გახარია პასუხობს. საქართველოსთვის ლიდერი კომისიას დისტანციურად ერთვება. სხდომაზე იყო კამათის და სიტყვიერი დაპირისპირების არაერთი ეპიზოდი. გიორგი გახარიას ხელახლა დაბარების მიზეზი ჩორჩანის საგუშაგოს ეპიზოდია, თუმცა მასთან საუბარი დაიწყო კითხვით, რატომ დატოვა ქვეყანა კომისიაზე მორიგი დაბარების შემდეგ. რაც შეეხება მთავარ საკითხს, კომისია აცხადებს, რომ ჩორჩანის საგუშაგოს ჩადგმამ ადგილობრივი მოსახლეობის თანახმად მათ პრობლემები შეუქმნა, კერძოდ დაკარგეს წვდომა წაღვლის დღეზე. დღეს ამ ჩვენებებზე საპასუხოდ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეზე საქართველოს ეფექტური კონტროლი არ ქონია. კესო ქაფიანიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში და ის გაგაცნობთ მოსმენიდან მნიშვნელოვან ფრაგმენტებს. ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოლო საჯარო სხდომა, სადაც უსმენენ გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წელს იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას და სწორედ ამ პერიოდში ჩაიდგა ჩორჩანას ტყეში საქართველოს საგუშაგო და სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს ის განმეორებით კომისიის წევრებმა. გიორგი გახარიას თავარი შეკითხვა, რაც დღეს კომისიის წევრებმა დაუსვეს, არის ის თუ რატომ გახდა ჩორჩანის ტყეში საგუშაგოს ჩადგმის საჭიროება და ვინ გააფრთხილა, რომელი ორგანო გააფრთხილა ამასთან დაკავშირებით და ვისთან იყო კომუნიკაციაში, როდესაც ის ამ გადაწყვეტილებას იღებდა და სწორედ როგორც კომისიის წევრები ამბობენ, სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის დაკარგვა. გიორგი გახარიამ როგორც განაცხადა, ამ ყველაფრის საჭიროებას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს იმ ტერიტორიაზე საუბარია ჩორჩნის ტყესთან დაკავშირებით ეფექტურ კონტროლს ვერ ანხორციელებდა, რაზეც კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ის ცრუობს და რადგან როგორც თია წულუკიანმა განაცხადა, მან წინა გამოკითხვის დროს სხვა პასუხი გასცა, როგორც თია წულუკიანმა გაიხსენა, გიორგი გახარიამ წინა გამოკითხვისას აღნიშნა, რომ საქართველოს ჰქონდა სრული კონტროლი აღნიშნულ ტერიტორიაზე. დააკარგინეთ თუ არა საქართველოს ტერიტორიები თქვენი ყველასთან შეუთანხმებელი და გაუაზრებელი ნაბიჯით და თუ ვინმესთან შეათანხმეთ, ვისთან? ამ ტერიტორიაზე კონტროლი, ეფექტური კონტროლი საქართველოს არ ქონდა და ამას ახორციელებდა. ბატონო გიორგი, ერთი წუთით. თქვენ ამის საპირისპირო თქვით პირველ სხდომაზე, როცა მობრძანდით, რომ ჩვენ ვაკონტროლებდითო? და შეგვეშინდაო, რომ არ დაგვეკარგა კონტროლი და დავასწარითო და ეხლა ამბობთ სწორად გავიგონე, ხო, რომ ეხლა საპირისპიროს ამბობთ. ეხლა მაგრძელებს თავის. არა, ერთი წუთით. პირველად რომ მობძანდით, თქვენ თქვით, რომ ვაკონტროლებდით ტერიტორიასო და იქ იყო ნიშნებიო, რომ შეიძლება დაგვეკარგაო და ამიტომ დავასწარიო და ეხლა ამბობთ, რომ ისედაც არ ვაკონტროლებდითო და რომელი იყო ტყვილი, ეხლა ტყვით თუ მანამდე. საპირისპიროს ამბობთ ეხლა? არა, საპირისპიროს არ ვამბობ და თუ დამასრულებინებთ, მიხვდებით, რომ საპირისპიროს არ. მილიონი კვადრატული მეტრი დღეს არის რუსის მიერ ოკუპირებული, რაც თქვენ მიერ იქ საგუშაგოს ჩადგმამდე ოკუპირებული არ იყო. არის თუ არა ასე? თქვენ ამაზე მიპასუხეთ, რომ ჯერ თავიდან მიპასუხეთ, რომ ეს ტერიტორია ისედაც არ იყო კონტროლის ქვეშ და თქვენ იქით სადღაც გაიხედეთ, ალბათ კომპიუტერი გაქვთ ჩართული და იქიდან წამიკითხეთ 3 დოკუმენტის სათაური, რომ აი ამით დასტურდებაო და შემდეგ მე რომ გაგაწყვეტინეთ და გითხარით, რომ ამის საპირისპირო გაქვთ ნათქვამი მეთქი, მერე გადათქვით 2 წუთის წინ და იძახით, რომ კიო ვაკონტროლებდითო, მაგრამ მზადდებოდა ის, რომ ვეღარ გაგვეკონტროლებინაო და რა იყო რეალობა, რო გითხრათ? კონტროლდებოდა ეს ტერიტორია თუ არ კონტროლდებოდა? კი თუ არა? ჩვენ მიერ კონტროლდებოდა თუ არ კონტროლდებოდა? თუ დამასრულებინებთ. არა, ვერ დაგასრულებინებთ, სანამ არ მეტყვით. კონტროლდებოდა თუ არ კონტროლდებოდა? პასუხი რა არის? ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებდა. კარგი, პასუხი მიღებულია, ხო, ამიხსნათ სამართლებრივად, რას ნიშნავს ეფექტური კონტროლი. მოდიოდა ოკუპირებული ძალები, თანმიმდევრულად აკეთებდნენ მონიშნებს
აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, თი მაგალითი მითხარით დაკავებულის. როგორც მახსოვს, საართვის იარაღი არ დააკავეს და უთხრეს ჩადის სოფელში და გააფრთხილე ყველა, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და თქვენი ფეხი აქ მეორედ არ დავინახოთ. და აჩერებდნენ და არა აკავებდნენ. გადავრჩით, რო არ მოკლეს, მადლობა უნდა. არა, მე მოყვებით, რომ თქვენ თქვით, რომ აკავებდნენო და აღმოჩნდა, რომ კი არა აკავებდნენ. შეაჩერეს. ეგეთი გულადი თუ იყავებ ჭყალებში, რატო არ მოხვედი აქ და რატო არ ივაშკაცი აქ? ეხლა მომისმინე, დავალება მოხდეს ესეთი? მოიცა, დავალებები. ხულიგანი ხარ? ხულიგანი კი არა, სიტყვები გააკონტროლე რა. არ გეგო, ვინმეში? გიორგი, ვინმეში არ აგერიო, მომისმინე ეხლა კარგად. ხო იცი ეგ სიმწრის სიცილი არის რა. ეხლა მომისმინე, კარგად მომისმინე, ეხლა კარგად მომისმინე. დისტანციური სიცილი, დისტანციური. ეხლა კარგად მომისმინე რა. კარგად მომისმინე აქ. ეს ეხლა მომისმინე ერთი წუთი. მომისმინე ეხლა მომისმინე. შენ ხო იცი მურტფილმის არ იყოს რა. სულ რო ძალით ლომი გინდოდეს, ვეფხვი გინდოდეს, იყო მაინც იგივე ხარ, ხო იცი? მურტფილმის არ იყოს. კატის რო ეშინია, ბიჭო არა ვარ რა. მომისმინე ეხლა კარგად. მომისმინე ერთი წუთი ეხლა რა. მომისმინე. როდესაც შენ საუბრობ რო აქ ვიღაც ოკუპანტი საქმეს აკეთებ, იქ სადაც მე ვზივარ, ამას შენ ვერ იტყვი. გამიგე? ხო და ამიტომ ნახე ესეთ რამეზე შევთანხმდეთ რა. აქ იმისთვის არა ვარ მოსულები რომ რაღაც აქ შესაძლოა კომიკურ სიტუაციაში ყოფნას უყუროთ სიმართლე გითხრა. მესმის შეგეშინდა, გაიქეცი, მოიტყუე. ამას ეხლა ახალს ვერაფერს ვერ გაიგებ შენგან საზოგადოება, მაგრამ მივეჩვიოთ იმას რომ საქმე ეხება ეს თქვენი პარტიის ფერებში კი არის ეხლა რატომღაც არ ვიცი ეს მილიონი კვადრატული მეტრი რომელზეც ჩვენ საუბრობთ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა საუბარი. საქართველოს ინტერესია. ამიტომ დაუკარგეთ ქვეყანას. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩვენს გუნდთან ერთად ის შეუძლებელი შევძელით, რომ ჰააგაში და სტრასბურგში ოკუპანტის სახელმწიფოსთვის დავები მოგვეგო, აი ასეთ პირობებში თქვენ რაში მწამებთ ცილს, რომ გაგრძელოთ ფრაზა და დაასრულოთ ბოლო. აბა ამიხსენი? მიდი აბა. ზუსტად იმაში, რომ ზუსტად იგივეში, როგორ ბოდიშის მოხდა და საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაწყების დაბრალება ჟენევის ფორმატში რუსეთის ფედერაციას გაუჩინა საფუძველი, ეთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება თუ თვლის, რომ ომი დაიწყო საქართველოს. ხო, ანუ კი ბატონო, ვერ გაბედეთ ფრაზის დასრულება. კი ბატონო, გადახვედით სხვა თემაზე. გიორგი გახარიას მოსმენა ურთიერთ ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, საგუშაგო, პირველი საგუშაგო ჩორჩანაში ჩაიდგა მისი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს 24 აგვისტოს, 3 სექტემბერს კი მას შესთავაზეს პრემიერ მინისტრის პოსტი და სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა მისი თქმით გეგმის საბოტაჟი და სწორედ ამ პერიოდში განთავსდა იქ რუსული საგუშაგოები, ოკუპანტების საგუშაგოები. ამის საპასუხოდ კი კომისიის წევრებმა გიორგი გახარიას განუცხადეს, რომ სწორედ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ განაპირობა ის, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის საუბარია ჩორჩანის ტყის 1 მილიონ კვადრატულ ტერიტორიაზე არის ოკუპანტის მხარეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, პირიქით დაუკვეთეთ ტერიტორიების დაკარგვაო და ეხლა მართალია სხვებს გადააბრალა, მაგრამ თქვა სულიად საპირისპირო იმისი, რასაც საქამდე ამბობდა, რომ ტერიტორია დაიკარგა. ესეა სწორად გავიგე? ანუ რაც მონიშნეთ რომ აქ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო და რა ქვია ამას თუ არა ტერიტორიის დაკარგვა. საგუშაგოები უნდა ჩაგედგათ, იქ თქვენ ჩადგით საგუშაგო, თუ რუსებმა ჩადგეს. და თუ რუსებმა ჩადგეს, მაშინ რაც ნიშნავს არ დაიკარგა. ნუ ურევთ. მე მაინც ვერ გაიგებთ, მოქალაქეები გაიგებთ. წესერად ილაპარაკეთ. გაეცეთ პასუხი კითხვას. კი ბატონო. ესე იგი, საოკუპაციო ხაზი არ შეცვლილა. ეს არის მთავარი. ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლებას მანამდე არ ქონია.
კი ბატონო. მომზადებულიყავით ცოტა უფრო უკეთესად მინეწინაზე. არა, თქვენ მომზადებული ხართ, ალიბიც გაქვთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ალიბი არ ვარგა და ჩემი თხოვნა იქნება, რომ თუ პროკურატურაში ერთ დღეს დაგიბარებენ, ეს ალიბი სახში დატოვეთ, არ ვარგა ეგ ალიბი. ეხლა მე ვღელავ კი არა, ეხლა მივყვეთ პროცედურას. ესე იგი, გადაბრალება მოხდა სხვებზე, რაც თქვენ თქვით. კითხვა გადაბრალებას თავი დავანებოთ, აქ ფაქტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ესე იგი, მონიშნული იყო 7-ის ტერიტორია, რაც უნდა ჩამეყენებინაო ამბობს. ქართული საგუშაგო უნდა დამდგარიყო. იქ დღეს დგას რუსული საგუშაგო. აი ეს რა მოხდა? აპირებდა გახარია, რომ საოკუპაციო ხაზის მიღმა აეშენებია ქართული საგუშაგოები თუ საოკუპაციო ხაზმა გადმოიწია აქეთ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და იქნებ განგვიმარტოთ. აბა განგვიმარტეთ. განგვიმარტო. საოკუპაციო ხაზს არსად არ გადაუწევია, სადაც იყო იქ. არსებობს ბუფერული ზონის მიცნება და ეს აღმოჩნდა ბუფერულ ზონაში. ეს არის და ეს ბუფერული ზონის ცნება ახლა გამოიგონეთ მე მგონი ხო? კარგი. მოკლედ გასაოცარ რაღაცებს ვისმენთ. დღეს 5 რუსული საგუშაგო დგას აქეთ ხარეს და ის 100 ჰექტარი ტყე არის ოკუპირებული სწორედ აქეთ ხარეს და ის ორი სოფელიც რომელიც აქეთ არის დარჩენილი პრაქტიკულად იქ ცხოვრება დღეს გახდა გაუსაძლისი. ეს რო გაეკეთებია ადამიანს, მე აღარ უნდა იღიმებოდეს რა. რომ ამას ქვია სამშობლოს გაყიდვა, სხვა არაფერი, ჩემს ენაზე. მე გადავწყვიტე რომ ვსვამთ კითხვებს. აბა დამშვიდდით. გადაწყვიტეთ რომ კი. დავით. კითხვებს ვსვამთ. აბა დასვით ბატონო. ტრიბუნალივით არის, ეს არის კვაზი ორგანო. კვაზი რას ნიშნავს? მან იურისტები ხო იმალებიან ეკრანის უკან და აგიხსნიან ამასობაში კვაზი რას ნიშნავს. დღეს თქვენ როგორ თვლით? აი ეს ტერიტორია, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, კონტროლდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ან ის მოსახლეობა სარგებლობს ამ ტერიტორიით ეხლა დღეს? ბევრად უფრო ეფექტურად, ვიდრე ამას ახერხებდა, სანამ ამას გავაკეთებთ. ეხლა უცხოეთი და რო ლაპარაკობს გახარია, ის არის მართალი, რომელიც ამბობს, რომ იქ თურმე ხალხი შედის ამ ტერიტორიაზე, აი 1 მილიონ კვადრატულ მეტრზე, თუ ის ხალხი არის მართალი, რომელიც იქ ცხოვრობს და აქ მოვიდა და ამბობს, რომ ვეღარ შედის იმ ტერიტორიაზე, რომელია მართალი? მართალია ის, რომ ის ხალხი თავისუფლად უნდა შედიოდეს, თუ ვერ შედის. არა, უნდა შედიოდეს, მაგრამ ვეღარ შედის. ძველი უნიათობის ბრალია. ეხლა სხდომის დასაწყისში კომისიის წევრებმა გიორგი გახარიას დაუსვეს შეკითხვა თუ რატომ დატოვა გახარიამ ქვეყანა კომისიის ჩატარებამდე, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა მას ეს ვიზიტი საზღვარგარეთ დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაგეგმილი და ის წავიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესზე. ამის საპასუხოდ კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ ელექტრონული წერილი მიიღო 11 ივნისს, ხოლო უშუალოდ გიორგი გახარიას მამამ 13 ივნისს დილით 9 საათზე ჩაიბარა პარლამენტის წერილი, სადაც გიორგი გახარიას ხელმეორედ დაბარებისკენ და გამოცხადებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო გიორგი გახარიამ წულკიანის განმარტებით ამ ყველაფრის შემდეგ წერილის ჩაბარების შემდეგ 3 საათზე შეიძინა ერთი გზის ბილეთი საზღვარგარეთ და სწორედ ამ ყველაფრის განმარტებას და ამ ყველაფერზე ახსნა განმარტებას ითხოვდნენ კომისიის წევრები სხდომის დასაწყისში. 13 ივნისს დილით ამას ადასტურებს დოკუმენტი. 9 საათზე ჩვენი წარმომადგენელი გეწვიათ რეგისტრაციის მისამართზე და მამა თქვენმა ბატონმა ზაურმა ხელი მოუწერა, რომ ჩაიბარა დილის 9 საათზე ხდება ეს 13 ივნისს. და აიღო პასუხისმგებლობა, რომ გადმოგცემდათ იმის თაობაზე, რომ თქვენ დაბარებულიყავით ხელმეორედ, გარდა იმისა, რომ 2 დღით ადრე ბატონმა ჯონიმ ეს თქვენ გითხრათ და თქვენ ბატონ ჯონის ჩვენთან დაარეკინეთ. ამის მერე, ეხლა რაც 1 საათის წინ თქვენ დოკუმენტი გამოაგზავნეთ, ირკვევა, რომ იმავე დღეს 3-ის ნახევარზე თქვენ შეიძინეთ ბილეთი, რომელსაც არ აქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთი, მარტო ერთი ბილეთია და წახვედით და რასთან გვაქვს საქმე კომისიაზე მოსვლა არ გნებავდა. რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა? რა ხდება ამ კომისიაზე ისე? კომისიის კვლევის საგანია ახალი, ნაციბი უკვე გააუქმეს და ახლა კომისიის კვლევის საგანი გახდა
მე ბილეთი როდის ავიღე, როდის უნდა დაგეგმილი, ის რა ქვია. არა კვლევის საგანი, იცით რა არის, ბატონო გიორგი? როდესაც თქვენ ამბობთ, რომ უკვე დაგეგმილი გქონდათ და იმიტომ არ მობრძანდით, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ თარიღებით. თქვენ იტყუებით. მოდით, ვინც არის მათყუ არა ეს კარგად გამოჩნდა წინასხდომიდან და ის ბილეთი, რაც თქვენ გამოაგზავნეთ, აგერ არის ბატონო თქვენ მიერ გამოგზავნილი one way ticket-ი. ხო, ეს one way ticket-ი კარგია. მოწმობს იმას, რომ 13-ში, 3-ის ნახევარზე გაქვთ ერთი გზა ბილეთი ნაყიდი იქით. 13-ში, როცა დილით 9 საათზე მამა თქვენს უკვე ჩვენ ჩავაბარეთ. გადააგზავნით პროკურატურაში მირედი. და 11-ში ხო, არა, მათყუ არავინ არის ამას ვადასტურებს საზოგადოების თვალში. ხო, ეხლა მოდით, მოკლედ ეს არის საქმე მათ შორის, საქმე. და მოდით დავრჩეთ კორექტულობის ფარგლებში, თორე ეპითეტები მე თქვენზე ცოტა მეტი ვიცი, იმიტომ რომ ვიცი ასე მგონია. ეხლა ლექსიკაც მგონია რომ მეც მოვძებნი დახასიათებებისთვის. მას მერე რაც იცოდით რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით. ეს არის ასე და არა სხვანაირად. ეს ასე. აი ამ დოკუმენტებს ჩავდებთ ჩვენ საქმეში, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ასეა. ქალბატონოთია, ბოდიშვიხტი რა. ბოდიშვიხტი ქალბატონო. გიორგი, მოიხედეთ ერთ სამით. რა დღეში ხარ, ერთი მითხარი რა. არა, რა დღეში ხარ, ერთი გამაგებინე. რა იყო შეგეშინდა? წახვედი, ეხლა ონლაინ ხარ. გონია რომ შორს ხარ. და დგახარ ეხლა და გონია რომ ბლატაობ, ხო? ცოტა გააკონტროლე თავი. შენ ეთყობა თუთაშხიას ბევრს უყურებდი. ის გაპარვის ეპიზოდი როა, ხო იცი რა საოცრად წავიდაო. ხო და გაეცი ეხლა პასუხები კითხვებს. ყურე ერთი ამას, რა ბლატაობს. კამათის დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს გიორგი გახარიას მოსმენა კომისიის სხდომაზე. ამ წუთებში კომისიის წევრები მას 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით უსვამენ შეკითხვებს. მანამდე ისაუბრეს 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საქართველოს მხრიდან საგუშაგოს ჩადგმის თაობაზე, რომლის მთავარი შემოქმედიც და დავალების გამცემიც იყო გიორგი გახარია. მე შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია ხელმეორედ დაიბარეს კომისიის წევრებმა სხდომაზე და ის დისტანციურად ერთვება. ამ დროისთვის კომისიას 44 სხდომა უკვე ჩატარებული აქვს და დღევანდელი სხდომა არის ბოლო საჯარო სხდომა, რომელსაც კომისია მართავს. პარლამენტი და კესო ქაფიანიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კამათი იყო გახარიას გუნდის 12 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე თეატრულოკიანმა პარტია საქართველოსთვის ლიდერს კითხა. სწორად მიაჩნია თუ არა, რომ ხალხის მინიჭებული მანდატი არ გამოიყენა. პასუხად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამას მომდევნო არჩევნებზე პარტიის ამომრჩეველი გადაწყვეტს. 10 წელზე მეტია, რაც ამ რეგლამენტის ეს ძირითად ანალოგიურია ვალდების. თქვენ დღეს შეგიწყვიტეთ სხვა 11 წევრთან ერთად პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. მე მაქვს ასეთი შეკითხვა. მას მერე რაც დღეს ალბათ უკვე შეიტყვეთ, რომ თქვენ ქალბატონებს, ვინც არიან თქვენი წევრები და ცნობილია საზოგადოებისთვის წინამოწვევის პარლამენტიდან, არიან ახალი წევრებიც იყვნენ ამ 12 ადამიანში. თქვენ დღემდე თვლით, რომ ეს სწორია, როგორც თქვენ ეკცევით თქვენივე ამომრჩეველს და საკუთარ საპარლამენტო მანდატს. თუ ეს ასე სწორია, მაშინ და რა არის ამის მიზეზი, რომ არ აღიარებთ პარლამენტს? მაშინ რატო გვევედრებოდით ჩამრთეთო? ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არ აღიარებთ ამ პარლამენტს? მე ვერ გავიგე პირადად და მაინტერესებს. ჩვენ როგორ მოვექცეთ საკუთარ ამომრჩეველს? ამას გადაწყობს ჩვენი ამომრჩეველი, როდესაც შემდგომი არჩევნები. ერთპარტიული პარლამენტი რო ეს არის მთავარი ფაქტორი იმის, რომ ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა გაქვს. ეს თქვენი გადაწყვეტილება და არავის სხვა. ჩვენს ლეგიტიმაციაზე თქვენ ვერ იზრუნებთ, მით უმეტეს გაქცეულ მდგომარეობაში ქვეყნიდან. შეგნებულად სიცრუის ტირაჟირებას აკეთებთ, მაინც მოსახლეობისთვის რომ ნათელი იყო. პოლიტიკური ბოიკოტი სულ სხვანაირად არის. პოლიტიკური ბოიკოტი არის კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, უნდა მოვიდეს პარლამენტის წევრი ან ფრაქცია და
სხდომის დაწყებისას, როცა რეგისტრაციას გაივლის, ეს კანონში წერია პარლამენტის რეგლამენტში, უნდა ადგენს და თქვას, რომ მე ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გამაჩნია პოლიტიკური პოზიცია ბოიკოტი და დაატოვოს სხდომა. აი ეს არის პოლიტიკური ბოიკოტი. ყველა პარლამენტის წევრს აქვს ვალდებულება და არა ნებასურვილი, რომ იყოს კომიტეტში გაწევრიანებული. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამ რომ იცოდეს, რომ ის განმარტება, რაც ბატონმა გიორგიმ თქვა, აბსოლუტურად არ შეესაბამება კანონს, სიმართლეს და პოლიტიკური ბოიკოტის ცნება სულ სხვა. მე არ დავიცარ დაუბარები ვარ მანდატებზე სასაუბრად. მე დამიბარეს? თუ წაიკითხავთ დღევანდელ რედაქციას და 1-20 წლის წინანდელ გამოცემულ რეგლამენტის რედაქციას, იმედი მაქვს, რომ მაგდენს მოახერხებთ, რომ გაიგოთ რა წერია შიგნით. არ ვერ გაიგებენ ალბათ მით უმეტეს ბატონი გიორგი, იმიტომ რომ ეკონომისტია. მოდით, მაგრამ ეკონომისტიც არა ვარო თქვა. გახარია საქართველოსთვის დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება დღეს შეუწყდათ 12 მანდატის გაუქმებას დეპუტატებმა მხარი რიგარეშე სხდომაზე დაუჭერეს. საფუძვლად არასაპატიო გაცდენა დასახელდა. გიორგი გახარიას გუნდი პარლამენტს არ ცნობს და ბოიკოტსაც ხადებს, ამის მიუხედავად პარტიას არ აქვს ჩახსნილი საპარლამენტო სია, შესაბამისად ტექნიკურად მანდატების მიღების შესაძლებლობა სიაში მყოფ მომდევნო 12-ს აქვს. საგაზაფხულო სესიაში ჩატარდა 26 პლენარული სხდომა, 26-ვე მათ არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს, იმით რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მათ მიიღეს არჩევნებში. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტია საქართველოსთვის დაახლოებით 800,000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული, ისე რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში და ასევე შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში 6 თვით შეუჩერდება პარტიას პარტიული დაფინანსება. საქართველოს ოქტომბრის არჩევნების საკითხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, ამ თემაზე განცხადება შვეიცარიის დელეგაციის წევრმა გააკეთა. დანიელ ფაზლერის თქმით, ის პირადად აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც მისივე სიტყვებით იყო სამართლიანი და იდეალურად ორგანიზებული. შვეიცარიის დელეგაციის წევრმა აქვე აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ მოეწონა, თუმცა არჩევანი საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ამიტომ შვეიცარიას აქვს დაცვის მანდატი და ის ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს საქართველოს სახელით რუსეთში და რუსეთის სახელით საქართველოში. ამიტომ ჩვენთვის საქართველოში არსებული ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წელს მე არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი. მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ არჩევნების მეორე დღეს ბრიფინგის დროს ყველა დამკვირვებელი შევიკრიბეთ და ერთმანეთს ვკითხეთ, თუ როგორი იყო არჩევნები. დავასკვენით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული. სამართლიანად ჩატარდა და არანაირი დარღვევა არ მომხდარა. არჩევნების შედეგი ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ მოეწონა. ეს არ არის ის, რაც ჩვენი გადასაწყვეტია. გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობამ მიიღო. ეუთოს ყოველწლიურ ანგარიში დაემატება ჩანაწერი, რომელიც მოუწოდებს სირიის ახალ ხელისუფლებას გაუქმოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის, ასევე უკრაინის ტერიტორიების ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარება. ამ შესწორების შეტანამდე პორტუგალიაში მიმდინარე ასამბლეაზე ბრიტანეთის და შტატების წარმომადგენლება სირიის მხარდამჭერი ჩანაწერის გაკეთება კონგრესმენ ჯო უილსონის სახელით მოითხოვეს. ქართული ოცნების შეფასებით, სირიის ახალი ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოწოდება იმ დათქმის გარეშე, რომ უკან წაეღო ოკუპირებული რეგიონების აღიარება, მათთვის მიუღებელი იყო, საბოლოოდ ქართულმა დელეგაციამ შესწორება დააინიცირა, რასაც მხარი დაუჭერეს. ჯო უილსონს სურდა, რომ სირიის ახალი ხელისუფლებისთვის ამ გზავნილით მხარდაჭერა გამოეხატა და მოეწოდებინა ეუთოს წევრი ყველა სახელმწიფოსთვის, რომ სირიის ახალ ხელისუფლებასთან ეთანამშრომლად. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო მიუღებელი იმ შემთხვევაში, თუ სირია არ წაიღებს უკან აღიარებას. შესაბამისად, მე დავაყენე საკითხი, რომ შესწორება შეგვეტანა ამ განცხადებაში, ამ ჩანაწერში უფრო სწორად და ასეთი ტიპის ჩანაწერი შევთავაზე, რომ ეუთო
მოუწოდებს სირიის ხელისუფლებას სასწრაფოდ უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და პატივისცემას. ამასთან ერთად სირიას აღიარებული აქვს ასევე დონეცკის და ლუგანსკის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობაც და პრინციპში ჩემი ჩანაწერი, ჩემი შესწორება ასევე მოიცავდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასაც. შესაბამისად ასამბლეის წევრებმა ამ ჩემ შესწორებას დაუჭირეს მხარი და ის აისახება საბოლოო декларацიაში. კიდევ ერთხელ ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე პოლიტიკური ქულების ჩაწერა არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ფარსი. პრემიერ-მინისტრი უნგრეთის ელჩი ხვდა ადმინისტრაციის ცნობით ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე. საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო განიხილეს პარტნიორობის საკითხების სხვადასხვა სფეროში. პრემიერ-მინისტრმა ელჩს უნგრეთის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ექსტრემიზმი ყოველთვის ცუდი არ არის. თამარ ჩერგოლეიშვილის ეს ფრაზა პოლიტიკური დისკუსიის საგანი გახდა ქართული ოცნებისთვის. ეს არის აღიარება, რომ მათი ოპონენტები ექსტრემიზმით არიან დაკავებული. განცხადებაში არაფერია გასაკვირი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით. აქ მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობენ, მიაჩნიათ, რომ დამხობაზე ლაპარაკს აღარ უნდა მოერიდონ. ამ მოსაზრებას ემიჯნება გახარიას გუნდი პარტიაში აცხადება, რომ ბრძოლის გზა არჩევნებზე გადის. თამარ ჩერგოლეიშვილმა სადავო განცხადება საკუთარ პლატფორმაზე გააკეთა, თქვა, რომ ექსტრემიზმი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ყოველთვის ცუდი არ არის. ეხლა საერთოდ არ არის ენის მოჩლექვის დრო. ეხლა არის ბრძოლის დრო, ეხლა არის სიმტკიცის დრო, არის უდრეკობის დრო. ჩვენ ამას ვამბობთ ჯერ კიდევ 2013 წლიდან. რეჟიმი უნდა დაემხოს, ამას გულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა იყოს და ვერავინ ამაში ვერასოდეს ვერ დამაკომპლექსებს ვერც მე და ვერც ნაციონალურ მოძრაობას. მშვიდობიანი რევოლუცია არის საქართველოს მოქალაქეების უფლება. როგორც ხდება მშვიდობიანი რევოლუციები? ძალიან ბევრი ხალხი ქუჩაში და არ დაშლა მილიონჯერ დარბების შემდეგაც მანამ სანამ ამ რეჟიმს არ ჩამოვშლით. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები, ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი რადიკალური გადაწყვეტილება და რადიკალური პროცესი და სცენარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, რა თქმა უნდა მიუღებელია ჩვენთვის ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება, ჩვენ ვცნობთ ცვლილებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით და დღესდღეობით პოლიტიკურ პარტიების ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული მშვიდობიანი ცვლილებისთვის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ არჩევნები. არც ქალბატონი ჩერგოლეიშვილის ეს რაღაცა პოსტი, რა თქმა უნდა, არავისთვის გასაკვირი არ არის, ყველამ კარგად ვიცით მისი მიდგომებიც, მისი ხასიათის და მისი შეხედულებებიც და ეგ არის ყველაზე სამწუხარო, რომ რეალურად იქით მხარეს დგანან რადიკალები, დგანან ექსტრემისტები, რომელსაც 1 გრამი ხელისუფლებაც და 1 გრამი ძალაუფლებას რო ჩაუვარდეთ ხელში, ნუ რას გაუკეთებენ ამ ქვეყანას, ეხლა მოქალაქეებმა თვითონ წარმოიდგინონ. მაქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ხელისუფლებას არ დაუთმობთ ლეგიტიმური გზით, ისინი ჩვენ არჩევნებს ვერასდროს ვერ მოგვიგებენ და ზუსტად ეს რომ იციან მათაც და მათ გარე უფროსებმაც რომ არჩევნებით ქართულ ოცნებას ეს რადიკალური ძალები ვერ ჩაანაცვლებენ, სწორედ მაგიტომ არის რომ ეს გარე ძალები ხელს უწყობენ ამდენი რევოლუციური სცენარის განვითარებას საქართველოში, მაგრამ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა, ჩვენი სამართალდამცავი უწყებების მოწოდების სიმაღლეზე არიან და ეს რევოლუციით ვერ ჩაგვანაცვლებენ. შესაბამისად შეეგუონ იმას, რომ ქართული ოცნება არის ამ ქვეყანაში არჩეული ხელისუფლება. ცრუ მოლოდინების შექმნის მცდელობას უწოდებს ქართული ოცნება ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებებს. კახა ხაზარაძე ვარაუდობს, რომ შემოდგომაზე საქართველოს ეკონომიკა კრიზისში შესვლას დაიწყებს. მან ამის შესახებ BMG TV-სთან ისაუბრა. ამ მოსაზრების პასუხად სახელმწიფო პარტია აცხადებს, რომ ICR-ის ხელმძღვანელი მიკერძოებულია მამუკა ხაზარაძესთან ათასაური კავშირის გამო და მისი პროგნოზი რეალობას არ შეესაბამება. უფრო რთული იქნება მესამე-მეოთხე კვარტალი. და მე ვთვლი, რომ ასე ვთქვათ, უკვე შემოდგომაზე ქვეყანა დაიწყებს კრიზისში შესვლას. და საზოგადოებაზე დამოკიდებული ამდე გაუძლებენ ამ სიჩუმეს და ამდე ამ პროტესტს საკუთარ თავში მოიკლავენ, იმიტომ რომ ეს ხო სტრესია ყველასთვის რა. და მე ვთვლი, რომ ადრე თუ გვიან ეს რაღაც ამოფქვევას შეიძენს და ალბათ დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის. უმართავი პროცესია, საჭმელიც რო პრობლემა გახდება. ალბათ მერე გამოფხიზდებიან.
საქართველოს ეკონომიკა იზრდება მაღალი ტემპით და პროგნოზები საერთაშორისო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების არის მაღალი. მაგალითად, სავალუტო ფონდის პროგნოზი 2030 წლამდე ჩათვლით, 2030 წლის ჩათვლით პერიოდში საქართველოს ერთსულ მოსახლეს როგორც რეალური, ისე მყიდველუნარიანი ეკონომიკური ზრდის ტემპით არის 21 საუკუნის საუკეთესო სამეულში. შეუძლებელია რომ ასე შედეგი დაიდოს, რომ არ იყოს მყარი საფუძველი და რა თქმა უნდა მყარ საფუძველზე და რეალობაზე დაფუძნებით აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები კარგ პროგნოზებს. ხდება კიდევ ერთხელ აი მტყუილების პროპაგანდირება, რომელსაც არნაირი რეალური საფუძველი არ აქვს. მამუკა ხაზარაძე და მის ნაცსავები რომ არიან სურვილით გამსჭვალული ეს ქვეყანა ჩამოიქცეს და უბედურება დადგეს, ეს ახლა არ არის სიახლე, ამიტომ მტყუილები, რომლითაც მუდმივად ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის, ინვესტორების დაშინებას და რაღაცებს უკვე დიდი ხნის მანძილზე პროგნოზირებდნენ ლარის კურსის დევალვაციას, ინფლაციის და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი რომ არ მართლდება და პირიქით ეროვნული ბანკი ზრდის თავის რეზერვებს, ლარის კურსი მყარდება, ინფლაცია არის დაშვებულ ზღვრთან, ეს ყველაფერი ბუნებრივია რომ მათი წყობილებიდან გამოყვანის საფუძველია. საფრანგეთში ქართული სათვისტომოს წევრების ნაწილი ოთარ ზურაბიშვილს ბრალდებებს უყენებს. ისინი გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებაზე საუბრობენ. უკმაყოფილო ჯგუფმა სათვისტომოს დანარჩენ წევრებს და ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს. ტექსტში უკმაყოფილების მიზეზად მითითებულია პოლიტიკური და არასწორი საკადრო გადაწყვეტილებები. ოთარ ზურაბიშვილს ბრალდებებისთვის ჯერ არ უპასუხია. ბატონი ოთარი, შაბათს ჩატარდა არჩევნები კიდევ და შაბათს უკვე თქვა მე უნდა ვიყოს ვიქნები და არანაირ გადადგომაზე არ არის საუბარი. ძველი ხალხი მოაშორა, ვიცე-პრეზიდენტად იყო წლების მანძილზე, ძალიან კარგი ბიჭი. ის მაგივრად დააყენეს ბატონი ოთარის შვილი. ღონისძიება თუ ტარდება კულტურული ფინანსები, საიდან მოდის, ვის მოაქვს, არაფერი არ იცის ადამიანმა. მიტინგები რო იმართება რეგულარულად. მეუბნებიან რომ არ იქნება ამ თემაზე საუბარი. ფანერები ჩდება თავისუფლება მიშას თავს ვძნობ დისკრიმინირებულად, იმიტომ რომ შესაძაც ამბობენ, ვინც არ არის ჩვენთან არის ჩვენი მტერი. მე მუხარებიც მქონდა რომ ახვალთ აქედან დატოვებთ ევროპას. ეს ყველაფერი შაბათს აღიარა ბატონმა ოთარმა, რომ დიახ, არა ვართ ჩვენ ნეიტრალური ასოციაცია. ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია. მაშინ ჩამოყალიბდით პოლიტიკურ პლატფორმად. ასეთი მოთხოვნა იყო. ქართული დიასპორა არ არის ამ სათვისტომოს ერთლიანად დამყარებული. ეს მინდა რომ ყველამ გაიგოს, რომ ბატონი ოთარი და ვინც არ უნდა იყოს თუნდაც ერთპიროვნული ვერ წარმოადგენს საქართველოს სახეს. საქართველოს პრეზიდენტის საჩხარეში პოლკოვნიკ ბესი ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა მიხეილ ყაველაშვილს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს პრეზიდენტს სამთო სკოლის დირექტორმა სკოლის ისტორიის, მისიის და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა მიხეილ ყაველაშვილმა სკოლის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო კლასები დაათვალიერა, გაიმართა საჩვენებელი სწავლებაც. პრეზიდენტი პროექტ ჯარის ბანაკში მონაწილე მოსწავლეებსაც შეხვდა. საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს აქ სწავლება, ერთ-ერთი გამორჩეული ბაზა არის ჩვენი თავდაცვის ძალების და მოხარული ვარ, რომ ასევე მქონდა შესაძლებლობა ჯარის ბანაკის მოზარდებთანაც მქონოდა შეხვედრა, ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. მოხარული ვარ, რომ დღეს ეს შესაძლებლობა გააჩნია ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თავდაცვის ძალებს, რომ ჩვენი სამხედროები ემზადებიან მაღალ დონეზე, სტანდარტი საკმაოდ მაღალია ამ კუთხით და ასევე სასიამოვნოა, რომ ჩვენი ახალგაზრდები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან ჩვენი სამხედრო სწავლებით. ჩვენ ძალიან ინტენსიური დღის წესრიგი გვაქვს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. აქ გვაქვს სხვადასხვა კურსები, რომლებსაც იყენებენ როგორც თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა უწყებებიც არიან ჩართულები. ამას გარდა ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უკვე მეორე წელია მასპინძლობთ ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს ჯარის ბანაკის პარკლებში და მათთვის ძალიან საინტერესო დღეები მიმდინარეობს საჩხერის სკოლაში. ძალიან სასიხარულო იყო ახალგაზრდებისთვის პრეზიდენტის ვიზიტი.
რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონო დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. ცენტრალური ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში. პარლამენტმა მესამე მოსმენი დაამტკიცა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული პროექტები. ერთი მხრივ მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა ხდება, როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია, ასევე ჩანაცვლებითი პროგრამების განხორციელება. მეორე მხრივ მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისგებლობა მკაცრდება 10 გრამამდე კანაფის, 5 გრამამდე გამომშრალი და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა შენახვა. გადაზიდვის პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესის პასუხისგებლობას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში სასჯელი, ჯარიმა საზოგადოებისთვის სასარგებლო ან 1 წლამდე პატიმრობაა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გაზიარებული იქნა, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების გუნდის მიერ, საპარლამენტო გუნდის მიერ. შესაბამისი ცვლილებებიც ინიცირებულია ორ ნაწილად. ეს არის ერთი ნაწილი, რომელიც ეხება შესაბამისად ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანას, რომლის ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება სახელმწიფოს და ამავდროულად კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის საკითხებიც აღარ იქნება შესაძლებელი და ამ შესაბამის პროცესს წარუძღება მხოლოდ სახელმწიფო. ამავდროულად რიგი ცვლილებები არის წარმოდგენილი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, ასევე საპროცესო კოდექსში განხორციელებელ ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც მარიხუანასთან დაკავშირებული და მცენარე კანაფთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. კიდევ ერთხელ ვთქვათ, ეს არ ეხება მოხმარების ნაწილს, საკითხი ეხება გამკაცრების კუთხით შეძენა შენახვას, კულტივაციას, გადაცემა, გადაგზავნას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 კილოგრამზე მეტი მეტადონი ამოიღო. დაკავებულია 3 პირი. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულების სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის წევრები არიან. ისინი ვებ-გვერდით მუშაობდნენ, ნარკოტიკულ ნივთიერებებს სხვადასხვა ადგილზე დებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და კოორდინატებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. განცხადება ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გააკეთა. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულების სოციალურ ქსელში არსებულ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ. ისინი შემდგომში გასაღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალების სხვადასხვა ადგილას ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემის მიზნით აქტიურად ვაგრძელებთ შესაბამის კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული შემადგენლობით ვაგრძელებთ ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში და ნარკორეალიზატორების მიმართ ბრალდებული პირების კანონით განსაზღვრული კაცრი ზომების გატარებას. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 51 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის არიან აზერბაიჯანის, თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის და სომხეთის მოქალაქეები. მათ ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ. უწყების ინფორმაციით ბოლო 6 თვეში ქვეყნიდან გაძევებულია უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ივნისის თვეში სხვადასხვა ქვეყნის 124 მოქალაქის გაძევება უზრუნველყო. დეპარტამენტის მიერ აქტიურად განხორციელებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად 2025 წლის 6 თვის მონაცემებით ქვეყნიდან საერთო ჯამში გაძევებული არის 525 პირი, რაც 280%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ზემოაღნიშნულ პირებს დაუწესათ შესაბამისი აკრძალვები ქვეყანაში შემოსვლაზე. დეპარტამენტი სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად აგრძელებს კომპლექსური ღონისძიებების გატარებას, რათა სათანადოდ უპასუხოს ქვეყანაში უკანონო მიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა განხილვის საგანი იყო უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და გრანტების შესახებ კანონი. რაჟდან კუპრაშვილმა ორგანიზაციებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ისაუბრა კანონის აღსრულების მნიშვნელობაზე, მისი განცხადებით წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ნაბიჯებს სამართლებრივი რეაგირება მოყვება. ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით 2 დღის განმავლობაში 400-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდებიან.
დღეს და ხვალ გვექნება დაახლოებით 400 არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრა. ის ორგანიზაციები მხარს უჭერენ, ვისაც სურს იმუშაოს კეთილსინდისიერად და გამჭირვალედ და ის ორგანიზაციები, ვინც არ უჭერს მხარს გამჭირვალობას, ვფიქრობ, რომ ისინი ეწევიან შეფარულ საქმიანობას. ჩვენ დაწყებული გვაქვს რამოდენიმე ორგანიზაციასთან დაკავშირებით და ეს საჯაროთაც არის ესე ვთქვათ ეს ინფორმაცია გავრცელებული. რა თქმა უნდა, კანონს აქვს თავისი რეგულაციები, ვინც არ ემორჩილება კანონის მოთხოვნებს, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი და უნდა აღვნიშნოთ ერთი რამ. გამოცხადება იმის თაობაზე, რომ ვიღაცა ორგანიზაცია კანონზე მაღლა დადგება, არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, არის ძალიან ცუდი ფაქტი, თუმცა კანონს აქვს თავისი რეგულაციები. ჩვენ ამ რეგულაციის ფარგლებში გამოვავლენთ ყველა იმ ფაქტებს, რაც უკავშირდება ამ ორგანიზაციების საქმიანობასთან და მე ვპირდები, როგორც ამ ორგანიზაციებს, ისე ჩვენ საზოგადოებას მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას. იუსტიციის მინისტრი კერძო სექტორს შეხვდა ინიციატორი ბიზნეს ასოციაცია იყო. მინისტრმა და სააგენტოების ხელმძღვანელებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს უწყების ახალი სერვისები, მათ შორის ბიზნეს ასისტენტი, გონიერი კონტრაქტი, აღსრულების სერვისები, სანოტარო მედიაცია და ელექტრონული საფულე. დაისვა კითხვებიც. ჩვენ ვისაუბრეთ იმ სერვისებზე, რომელიც დანერგილია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, საუბარი ჰქონდა ინოვაციებზე, დაგეგმილ იმ სიახლეებზე, რომლებსაც პერიოდულად გავაცნობთ ბიზნეს სექტორს და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ქართულმა ბიზნესმა კიდევ უფრო სწრაფად შეუწყოს ხელი ქართული ეკონომიკის განვითარებას. ბიზნესისთვის ყოველთვის საინტერესო არის იუსტიციის სამინისტროსთან შეხვედრა, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც ალბათ ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ბიზნესის ინტერესებთან, ბიზნესისთვის საინტერესო და სასარგებლო სერვისების მიწოდებასთან. ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრები ყოველთვის არის სასარგებლო როგორც ბიზნესისთვის, ისე საჯარო სექტორისთვის. წალენჯიხა ობუჯის ცენტრალურ საავტომობილო გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპეციალურმა ტექნიკამ ადგილზე მუშაობა დილიდან დაიწყო. საუბარია დაახლოებით 7 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის ღირებულებაც 6 მილიონ ლარამდეა. ქალაქ წალენჯიხისა და სოფელ ობუჯს შორის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, ადგილზე მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობს. პირველ ეტაპზე გზის განახლებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ობუჯში ვასწავლი, აქედან მივდიოდი ყოველ დღე და იყო წამება, რასაც ქვია ამ გზებზე გადაადგილება და ერთი სული მქონდა, რამე მომხდარიყო ამ ხრივ და კიდევ კარგი რომ დაიწყო უკვე უმოკლეს ვადაში ბატონ მინისტრის ჩამობრძანებიდან ამ გზების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში 7 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდება. მოწესრიგდება სავალი ნაწილი და საფეხმავლო ბილიკები. დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი. მოეწყობა სანიაღვრე არხები და დამონტაჟდება ახალი საგზაო ნიშნები. აუტანელი სიტუაცია იყო ახლა, მეტყობა რა იყო და რა არა. ეხლა ამ დიდი დავდექი და დავინახე უკვე აკეთებენ რაღაცას და შესაძლებელია რა თქმა უნდა ეს. და საერთოდ ეს არის მნიშვნელოვანი გზა, ეს უკავშირდება იქით მარჯვენა მხარეს ზუგდიდი, მარცხნივ ჩხოროწყუ, ხო და რაც უფრო ჩქარა გაკეთდება, მით უფრო უკეთესია. პროექტი წალენჯიხა ობუჯი ჯიხაშკარის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში ხორციელდება. უკვე განახლებულია 14 კილომეტრიანი მონაკვეთის დარჩენილი ნაწილი. გზა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და რამდენიმე სოფელს მუნიციპალიტეტის ცენტრთან აკავშირებს. წლის ბოლომდე აუცილებლად მოხდება ამ გზის სრული რეაბილიტაცია. მოსახლეობას შეუქმნის კომფორტულ გადაადგილების და უსაფრთხო მოძრაობის პირობებს. აღსანიშნავია ის, რომ ამ გზაზე მოხდა გაზიფიცირება, მოხდა წყლის მილების შეცვლა. პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ამისთვის დაახლოებით 6 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 დაკავებულის მორიგის სასამართლოს ხდომა გაიმართა. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაკავებულებიდან 3 ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას 5 კი მონაწილეობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოკვლეული იქნა პროცესის მეორე ნაწილში ვიდეოების ნაწილი, სრული გამოკვლევა არ მოხდა. ჩვენ ვნახეთ ის, რასაც მთელი პროცესების განმავლობაში ვიძახითი და პოლიციელი მოწმე როგორ იტყუებოდა და დადასტურდა. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის შეერაღების მიწოდება შეუჩერა. მედიის ინფორმაცია თეთრმა სახლმა დაადასტურა. ჩამონათვალშია პეტრიოტი და ჰელფაერის სისტემების რაკეტები. პოლიტიკოს მონაცემებით გადაწყვეტილების მიზეზი გახდა პენტაგონის პოზიცია, რომ შტატების იარაღის მარაგი კრიტიკულად არის შემცირებული.
კატალონიაში ტყის ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერ პლასტიკის ზონაში ცეცხლმა კერძო მეურნეობები გაანადგურა. გადამწვარია 7,000-მდე ჰექტარი ტერიტორია მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. ცეცხლის გავრცელების მიზეზი ძლიერი ქარი და სიცხე გახდა. ესპანეთის რეგიონებში ბოლო კვირის განმავლობაში ტემპერატურა 46 გრადუსს აღწევს. ასეთი იყო კურიერი 6-ზე დღის ყველა ამბავი რცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი ჯიზემ ხვალამდე გემშვიდობებით.